აი, ჩამოვიდა ჩვენი მორიგი თანა. აი ესე გამოიყურება. ვიზუალური დაზიანებები, რაღაც მცირედი დაზიანებები აქვს, აი ბამპერთან მაგალითად. საბურავები აქვს დაშვებული. ძრავი ტრიალებს, მაგრამ რაღაცა ბენზინს აქცევს, აი აქ. ნახოთ აბა რა იქნება, ეხლა აღარ გაურისკავთ ამას, ევაკუატორით წავიყვანთ. და ხვალდილიდან შეუდგებით ამის კეთებას. ბატონი ტრაფჩიკას აქ არის, ქურდულად ჩაცის გული, სიგარეტი წევა. რა ვიცი, კარგი მანქანაჩას, აი ნახეთ, კარგი საბურავები, კარგი დისკები. სალონიც ცოტა გასაწმენდია, თორე ისე ბინძურად გამოიყურება ცოტა, მაგრამ თავარია ის არ არის, რა ქვია, დაკლექილი. აი ესეთი პანორამული ჭერით, აი ესეთი სავარძელი და უკან კიდე ერთი რიგი სავარძლები აქვს. მულტიმედია, ორი გასაღებით. ხო, მთავარია ძრავი დატრიალდა. დაიქოქა მანქანა, ძრავი ტრიალებს. ანაჩეს უკვე მივხედავთ. ნომრები არ დაგვოვიწყდეს. ჩავბაროთ აქ. აი ესეც მოიხოდა. მოკლედ ფეხზე დადგა, გაიმართა წელში. აი ესეთი ავტომობილი გამოვიდა საბოლოოდ. რავი, ჩემი აზრით კარგი ავტომობილია, ძალიან საოჯახოდ, რა ვიცი, სამოგზაუროდ თუნდაც საკმაოდ მაღლა დგას ფასადკა. ესეთი სახი აქვს, აგრესიული, მომწონს. Chevrolet-ის ლოგო. საბურავები, აი საკმაოდ კარგი საბურავები აქვს. დისკებიც უხდება ძალიან ამ ავტომობილს. აი ნახეთ რა მხელა არის. მოკლედ ვიზუალური მხარე სრულიად ლამაზი, ელეგანტურად გამოიყურება. ფასის კვალობაზე რა ამ ავტომობილის. ეს ავტომობილი შევიძინეთ საკმაოდ იაფად. გავრისკეთ, აი უკანა პარკინგებიც გვაქვს. პარკინგები გვაქვს, კამერა გვაქვს, უკანა ხედვის კამერა. Chevrolet Traverse, ეს რაც მოდიფიკაცია LT. პანორამა გვაქვს, გაჩვერებთ მაგასაც. საბოლოო ჯამში ძალიან ახოწილად კარგად. ჩავიხედოთ ამაშინით. აი ესე გამოიყურება. შავი სალონი. საკმაოდ კარგი შენახული ისენი აქვს სიდენიები. გვაქვს სავარძლების გათბობა, გაგრილება, მულტიმედია და ორი რიგი სავარძლების. ეს და უკან კიდე ორი რიგი. 7 ადამიანი თავსდება ამ ავტომობილში. ძალიან კომფორტული ავტომობილია, თვითონ სიარულეს ძალიან კარგად დადის. სათავსოც საკმაოდ ნორმალურია რა. ეს სავარძლები რო გადავა. ხომ ერთ კაი დიდი ჩემოდანი და პატარა ჩემოდანი დაეტეო. დანარჩენი აი ზევით. სამაგრები არის და შეგიძლია დააკეთოთ თუ დამატებით აქ ჭირდება. რაიმე, აქ ალბათ კარსიტი. შევიგისეთ რა ქვია, ეს ბავშვების სავარძლების სამაგრია. ესეთი გასასვლელი ადგილია, ეს სავარძლები წინ და უკან მოძრაობს. საკმაოდ შენახული სავარძლები აქვს. სავარძლები დასამახსოვრებელი მემორი. ვახ, ისეთი ქარია. აი პანორამა.
კარგად მოვუსმინოთ ხმას. საბურავი გვაქვს რომელიღაც დაშვებული. ნუ მოკლედ ამ ფასის კვალობაზე ძალიან კარგი ავტომობილი არის. აი შენივრათაც გამოიყურება, კარგათაც დადის. მე კმაყოფილი ვარ. ყველანაირად. აი საფოსოებით გვაქვს ეს კუჩა აქეთ. ყველანაირად კმაყოფილი ვარ. თავარია კარგი ავტომობილი გამოვიდა რა. გაგვიმართლა უფრო სწორად, რომ რაღაცა ისეთი არ ჭირდა. ერთადერთი ქონდა. მე უკანა ხედის კამერაც გვაქვს. ერთადერთი ეს დაზიანება ქონდა ავტომობილის, რომელიც იმ დღესვე გასწორდა, როგორც კი გამოვიყვანეთ. აი აქ ქონდა დაზიანება, ეს ვეღარ მოვახერხე ამის გაკეთება. და რადიატორში ქონდა ოდნავ ისა რა ქვია, გახვრეტილი რა, რადიატორი იყო გახვრეტილი და ეს რადიატორი უცებ შეკეთდა იმ დღესვე. აი იყო და ეგ. მე ძალიან მომწონს. კი ვყიდი, მაგრამ ვფიქრობ ასევე დატოვებაზე. ნახოთ. აბა რა გამოვა.